1976 წლის გერმანიის გრან-პრი. ფორმულა 1-ის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი. 280 კმ/სთ სიჩქარით ტრასის ბარიკადებს ეჯახება. ფერარი ცეცხლში ეხვევა. პილოტი კი 55 წამით 800 გრადუსიანი ჯოჯოხეთის ტყვედ იქცევა. საშინლად დამწვარი, განადგურებული ფილტვებით. თითქოს მისი გადარჩენის იმედიც გადაწურულია. თუმცა ზუსტად 29 დღეში ამ ისტორიის გმირი ბოლიც უბრუნდება და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ვინ არის ეს პილოტი? და როგორ მოახერხა ჯოჯოხეთიდან უკან დაბრუნებულმა კარიერის იმავე წარმატებით გაგრძელება. შემდეგ კი კიდევ 2 ჩემპიონატის მოგება და ფორმულა 1-ში თამაშის წესების შეცვლა. სურათიდან უკვე მიხვდებოდით, რომ ეს ადამიანი ნიკი ლაუდაა. ხოლო ამ ვიდეოში მისი სასწაულებითა და თავდაუზოგავი შრომით სავსე ისტორიის შესახებ მოგიყვებით. ალბათ გაგიგიათ გამოთქმა, ფული ფორმულა 1-ს ანათებსო. აღნიშნული ფრაზის ჭეშმარიტებაში ჩვენი ერთგული მაყურებელი აი ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ აუცილებლად დარწმუნდებოდა. რატომ? მიმდინარე ვიდეოს ყურებას რომ დაასრულებთ, ჩართეთ და გაიგებთ. გაგონილს ნანახი რომ ჯობია, ეგეც გეცოდინებათ. ისე კი გეტყვით, რომ თუ მემკვიდრეობით დიდძალი ქონება არ მოგდგამს, ფორმულა 1-მდე მიღწევა თითქმის გამორიცხულია. ამიტომ არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ ლაუდა ცხვების მსგავსად დიდარ ოჯახში დაიბადა. თუმცა მოვიტყუებით თუ იმის მტკიცებას დავიწყებთ, რომ ლაუდას კარიერული წარმატებისას ოჯახი გვერდში ედგა. პირიქით, სიჩქარისა და საფრთხისადმი მისცს მისწრაფებას მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ ნიკის სულ სხვა ცხოვრება სურდა. ლაუდამ მრბოლელობისკენ მიისწრაფვოდა და მზად იყო თავისი ოცნებებისთვის ბოლომდე ებრძოლა. ოცნებების ახდენა კი მშობლებთან კავშირის შეწყვეტას ნიშნავდა და ბოლოს ასეც მოხდა. სარბოლო მანქანებისთვის დაბადებული სული არავის მისცემდა უფლებას მისთვის დაბრკოლებად ქცეულიყო. მათ შორის არც დედას და მით უმეტეს არც მამას. ლაუდას ერთადერთი მედად ბიძამისი დარჩა. სწორედ მისი ფინანსური მხარდაჭერით 20 წლის ნიკი უკვე ფორმულა V-ში ირიცხებოდა. თუ ამ ჩემპიონატის შესახებ არაფერი გსმენიათ, გეტყვით, რომ ეს შედარებით ხელმისაწვდომი სარბოლო კლასია. როგორც ამბობენ, ეგრეთ წოდებული Volkswagen-ის ხოჭოების გასაფილტრად იდეალურია. ფორმულა V-ში არაერთი ცნობილი მრბოლელის კარიერა დაწყებულა და ნიკი ხვდებოდა, რომ სწორი ვექტორი ჰქონდა აღებული. V-ში წარმატების შემდეგ ლაუდამ ფორმულა 2-ში გასეირნებაც გადაწყვიტა. თუმცა ეს სიამოვნება $30,000 დაუჯდა, რაც დღევანდელი გათვლებით სულ რაღაც $200,000. ბიძის დახმარების შედეგად ლაუდა 1972 წლისთვის March Racing-ის ფორმულა 2-ში აღმოჩნდა. იქ სადაც ერთი შეხედვით მდიდარი ბიჭის დანახვა არავის გაჰკვირვებია. მათ ხომ არ იცოდნენ რა იდგა ამ ყველაფრის უკან. თუმცა მდიდარი მამიკოს ბიჭი, რომელიც ბოლიც ასე მაგრა მართავდა, ფორმულა 2-ში მართლაც იშვიათობა იყო. მისი შესაძლებლობებით მერჩის გუნდი ისე აღფრთოვანდა, რომ მალევე ნიკი ფორმულა 1-ის ტესტირებებზე დაიბარეს. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა, რაც მთავარია. ჩვენმა გმირმა პირველ სეზონსაც თავის შესანიშნავად გაართვა. ნიკის მხოლოდ პატარა გუნდის ნაკლებად კონკურენტუნარიანი მანქანები აფერხებდა. ამის გამო ამბიციური ლაუდა ლეგენდარულ British Racing მოტორში გადავიდა. თუ ფორმულა 1-ის ისტორიას ოდნავ მაინც იცნობთ, BRM-ის შესახებ ალბათ გეცოდინებათ. მაგრამ ლაუდას მისვლისთვის BRM-ის ლეგენდა უკვე აღარ არსებობდა. თუმცა ნიკი საჭესთან ბოლო წამამდე იბრძოდა. მისი ამბიცია და ნიჭი კი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ლეგენდარულ Ferrari Enzo-საც არ გამორჩენია. საბოლოოდ კი ეს დღეც დადგა. ლაუდა 1974 წლის სეზონზე Ferrari მაიყვანა. პატარა ლაუდა ხომ Ferraris ლეგენდის ხუან მანუელ ფანხიოს გამარჯვებებზე გაიზარდა.
ახლა მისი ჯერიც დგებოდა. მოცა. ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ 70%-ზე მეც არხი გამოწერილი არ გაქვთ. მოგწონთ თქვენი საქციელი? და ჩვენი ვიდეოები? გამოიწერეთ არხი და მოგვეცით დამატებითი мотиваცია. უფასოა. ლაუდას პირველ რიგში თავის გულში არსებული პატარა მებრძოლი ბავშვის, შემდეგ კი ფერარის გუნდის და ენცოს იმედები უნდა გაემართლებინა. ნიკიმ თავისი სათქმელი ტრასაზე მალევე თქვა. ყველა მიხვდა, რომ ის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ბრენდისთვის რეპუტაციის მომტანი საშუალება. დიახ, ასე უხეშად. ფორმულა 1 ძვირად ღირებული ბოლიდებით რბოლაზე მეტად ბიზნესი და პოლიტიკა უბროა. თუმცა ამას ახალგაზრდა პილოტისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. ლაუდამ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, წინ კი კარიერის გადამწყვეტი წელი ელოდა. მოგვიანებით 1975 წელს ავსტრიელმა თავისი სახელი და გვარი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა. ლაუდა ჩემპიონი გახდა და 1975-ს თავისი ოცნების წელიც უწოდა. მაგრამ ეს მხოლოდ ფერარის ბოლიდის დამსახურება არ ყოფილა. ნიკის წარმატების მიღმა მისი თავდაუზოგავი შრომა იდგა. ლაუდა ამ ჩემპიონატით ცხოვრობდა. მაშინ, როდესაც სხვა მრბოლელები ალკოჰოლის ქართული მასშტაბებით მიღებას არ თაკილობდნენ და ნამდვილი თამბაქოთი გაჟღენთილ ღერს-ღერზე უკიდებდნენ, ნიკი ამ დროს ფერარის ინჟინრებთან ერთად მუშაობაში ხარჯავდა. თანამედროვე ფორმულას მოყვარულებს ეს არ გაგაკვირვებთ, მაგრამ მაშინ ეს ძალიან დიდი იშვიათობა იყო. ალბათ უკვე ხვდებით, რომ ლაუდა სხვანაირი იყო. მას მწვერვალზე ყოფნა სჭირდებოდა და თავის თავს მოდუნების საშუალებასაც არ აძლევდა. არც ვინმეს ერიდებოდა. ფერარის 312 წინა სასეზონო ტესტირებიდან დაბრუნებულმა პირდაპირ ენცო ფერარისთან მიაჭრა და უთხრა, რომ მისი ბოლიდი ნაგავ საყრელზე იყო მოსასროლი. ლაუდამ ფერარის ინჟინრებთან მუშაობა მოითხოვა. უფლებაც მიიღო და ეს დაუმორჩილებელი ბოლიდი ჩემპიონად აქცია. სწორედ მაშინ დაიმსახურა ნიკიმ თავისი ორი მეტსახელიდან ერთი ბევრად უფრო კორექტული, ხოლო მეორე ნაკლებად. პირველ მეტსახელად ლაუდას კომპიუტერი შეარქვეს, რადგან ავსტრიელი გამომთვლელი გენიუსი იყო და ის იყო პირველი, ვინც ბოლიდის განვითარებაზე ინჟინრებთან ერთად იმუშავა. ნიკის მეორე მეტსახელი კი, რაც არ უნდაც უდა ჟღერდეს, სუპერ ვირთხა გახლდათ. ალბათ მიხვდებით, რატომაც. კომპიუტერისა და ფერარის ინჟინრების ერთობლივმა მუშაობამ ფორმულა 1-ის გუნდს კუთვნილი დიდება დაუბრუნა. ჩვენ წინაშე არაფრის მომცემი აწლეული შემდეგ ფერარის 312 თიწარს დგა. ეს სილამაზე კორპუსის ქვეშ 500 ცხენის ძალას და 3 ლიტრიან ატმოსფერულ 12 ცილინდრს მალავდა. ნიკის დახმარებით შეიქმნა ბოლიდი, რომელიც ფორმულა 1-ში 1981 წლამდე დომინირებდა. 312-ით დღემდე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბოლიდად ითვლება და მოდი არც ის დავივიწყოთ თუ როგორი ხმა გამოდიოდა მისი მაყუჩებიდან. Nice, 1975 წლის სეზონის დასასრულს ლაუდა ჩემპიონატში 20 ქულით წინ იყო გაჭრილი. წარმოიდგინეთ, 20 ქულით. ლაუდა მსოფლიო ჩემპიონი იყო. ნიკიმ ბავშვობის ოცნება აიხდინა. ემოციები, ზეიმი, სენტიმენტალურობა, ეს ნიკის სტილი არ იყო. ჟურნალისტებიც თავიდან მარტივად მოიშორა და უთხრა, რომ თავისი უსარგებლო თასი მანქანის უფასოდ რეცხვაში გადაცვალა. ემოციების გვერდზე გადადების მიუხედავად, ავსტრიელი ავტოსპორტის მწვერვალზე იდგა. თუმცა ცხოვრებისეულ დაღმართს აღმართები მოსდევს და პირიქით. ამ ხრივ არც ნიკი ლაუდა იყო გამონაკლისი. მომდევნო სეზონში ნიკის ბედის ბორბალი უკუღმა დადრიალდა. 1976 წლის სეზონზე კომპიუტერად წოდებული პილოტი ფორმულა 1-ში ყველაზე სწრაფი, თავდაჯერებული და წარმატებული იყო. ამ დროს კი სეზონის მეათე რბოლის დროც დადგა. და აი დავბრუნდით იქ, საიდანაც ვიდეო დავიწყეთ. ეს გერმანიის გრან-პრია. ნორდშლაიფეზე ბევრს არაფერს გეტყვით.
უბრალოდ ვაღიაროთ, რომ მაშინ კონსტრუქტორებმა თავიანთი მისია შეექმნათ მსოფლიოში ყველაზე რთული ტრასა წარმატებით შეასრულეს. ნორდშლაიფეს გარკვეული მონაკვეთები იმაზე ვიწროა, ვიდრე ძველი იტალიური ქალაქის ქუჩები. 1976 წლის გრან-პრის ფარგლებში დასაპყრობი 154 მოსახვევის უმეტესობა კი ტყეში გადიოდა. ამ ტრეკს ლეგენდარულმა ჯეკი სტიუარტმა მწვანე ჯოჯოხეთი ამიტომაც შეარქვა. აქ ავარია სიკვდილის ტოლფასი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ტრასა თითქმის 23 კილომეტრზე იყო გადაჭიმული, ექიმებს შემთხვევის ადგილზე მისასვლელად დიდი დრო სჭირდებოდათ. ამასთან ტრასაზე უსაფრთხო ზონა თითქმის არ არსებობდა. ამას დაუმატეთ გასული საუკუნის 70-იანი წლების უსაფრთხოების სტანდარტები, რაც სახანძრო მარშლებისა და უსაფრთხოების აღჭურვილობის ნაკლებობაში ითარგმნა. სრული სიგიჟეა. ნიკი უშიშარი იყო, თუმცა საფრთხეს თავიდან მეგრძნობდა. ეს ტრასა 1927 წლის საბოლოო მანქანებისთვის შეიქმნა. მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე იყო გასული. ბოლიდები კი 5-ჯერ უფრო სწრაფები გახდათ. ამ გარემოების გათვალისწინებით მწვანე ჯოჯოხეთი უფრო ჯოჯოხეთური ხდებოდა. ლაუდამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა. რბოლამდე ერთი კვირით ადრე მოქმედმა ჩემპიონმა თავის კოლეგებს ბოიკოტი გამოუცხადა. მაგრამ არაფერი გამოუვიდა. პილოტების უმეტესობა რბოლის გაგრძელებას უჭერდა მხარს. მათ გადაწყვეტილებაზე ლაუდას თავისი საკმაოდ მყარი მოსაზრება ჰქონდა. ზოგს მამაცობის გამოვლენა სურდა. სხვები კი უბრალოდ ზედმეტად სულელები იყვნენ იმისთვის, რომ გაიაზრებინათ თუ რას აკეთებდნენ. ამ რბოლისთვის მთელი ჩემი ძალა მოვიკრიბე, თუმცა ტვინი მეუბნებოდა, რომ ეს სრული უგუნურება იყო. რბოლა წვიმიან ამინჩი დაიწყო. ყველამ ერთი ბიჭის, იოხენ მასის გარდა ასპარეზობა წვიმის საბურავებით გადაწყვიტა. თუმცა მალევე მზე გამოვიდა და ტრასაც გააშრო. მაგრამ ხომ გახსოვთ ის ადგილები, რომლებიც ტყით იყო დაფარული? იქ ამინდის შეცვლა ბევრს ვერაფერს წყვეტდა. ტრასის საფარის გაშრობით იოხენ მასმა ისარგებლა და კონკურენტები უკან ჩამოიტოვა. ამან კი სხვა მრბოლელებს და მათ შორის ნიკისაც შრალი ამინდის სლიკებზე გადასვლისკენ უბიძგა. ახალი სლიკი რბოლის მოსაგებად მართლაც რომ კარგი არჩევანი იყო. მაგრამ ტრასის სველ მონაკვეთებში მაინც სახიფათო გახდათ. სწორედ აქ მეორე წრეზე 280 კმ/სთ მოძრავი ბოლიდი მოსახვებში მოსრიალდა. ნიკი, რომელიც გრძნობდა, რომ დღეს ვიღაც უნდა მომკვდარიყო, ტრასის ჯებირში ასკდა. ჩაფხუტი დაზიანდა. საწვავის ავზი გასკდა და ნიკის ბოლიდი ცეცხლის ალში გაეხლა. ბოლიდის ცეცხლმოკიდებული ნამსხვრევები ტრასაზე მიმოიფანტა. შეჯახებამ ფერარი ტრასის ცენტრში მოისროლა. მის უკან მყოფმა პილოტმა ნიკისთვის თავის არიდება შეძლო. თუმცა შემდგომი პილოტი პირდაპირ მას შეასკდა. ფერარი აფეთქდა. და ხომ გახსოვთ რომ გითხარით, ნიურბურგრინგზე სასწრაფო საუკუნის მერეც არ მოდის თქო. დიახ, სიტუაცია საშინლად განვითარდა. საბედნიეროდ ლაუდას პილოტები დაეხმარნენ. ბრედ ლუნგერი, ბიჭი რომელიც ლაუდას შეასკდა, ბოლიდიდან გადმოვიდა და ჩემპიონი ცეცხლმოკიდებული ფერარიდან გამოიყვანა. ხოლო ჰანშტუკმა ბოლიდი გააჩერა და დახმარება გამოიძახა. მანვე დაარწმუნა ეკიპაჟი, პროტოკოლი დაერღვიათ და მოძრაობის საწინააღმდეგოთებლოთ. ეს ავსტრიელის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. ამ დროს ლაუდა 800 გრადუსიან ცეცხლის ალში იყო გახვეული. თანაც ეს ჯოჯოხეთური მომენტი 55 წამის განმავლობაში ხდებოდა. სასწაულია, რომ ფერარის მრბოლელი ადგილზევე არ გარდაიცვალა. მაგრამ მისი გადარჩენის იმედი არც მიღებული დაზიანებების შემდეგ ჰქონდათ. სიკვდილის პირას მყოფი მრბოლელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავიდან ფეხებამდე სახვევებში გახვეული. ნიკის ისიც კი ახსოვდა, როგორ გადაუხადა მღვდელმა კლინიკაში პარაკლისი, მაგრამ ამან პირიქით სიცოცხლისთვის ბრძოლის მოტივაცია მისცა. გამონაბოლქვით განადგურებული ფილტვებისა და დამწვარი სხეულის მიუხედავად, ლაუდა ფეხზე მყარად მაინც დადგა. მაგრამ მძიმე დამწვრობა სახეზე, თავზე და ხელებზე მას მთელი ცხოვრება აწუხებდა.
ავარიის დღეს ოფიციალურმა პირებმა რბოლა განაახლეს. იმ დღეს გამარჯვება ნიკის მეტოქეს და მოსისხლე კონკურენტს ჯეიმს ჰანტს დარჩა. კარგად მიაქციეთ ყურადღება. კონკურენტს და არა მტერს. საოცარი დუელებისა და პაექრობის მიუხედავად, ჰანტს და ლაუდას ერთმანეთის პატივისცემა და დაფასება არასოდეს დაუკარგავთ. დანარჩენს უკვე აი ამ ფილმში ნახავთ. ფრანგმა აკადემიკოსებმა დაადგინეს, რომ იმ ადამიანების IQ, რომლებსაც კრისტალ აუტოს არხი აქვთ გამოწერილი, აინშტაინის IQ-ზე ბევრად მაღალია. გამოიწერე ჩვენი არხი, გააოცე ყველა. ამ ავარიის შემდეგ ეს ფორმულა 1-ის ბოლო დროშა იყო, რომელიც მწვანე ჯოჯოხეთში აფრიალდა. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ამას საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა. როგორც იქნა ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ ამ ტრასაზე რბოლების გაგრძელება არ შეიძლებოდა. 1983 წელს ძველი ტრასის სამხრეთით ახალი, უფრო მოკლე და უსაფრთხო გრან-პრის ტრასა აშენდა. მაგრამ მთავარი ახლა ნიკი იყო. შეიძლება იფიქროთ, რომ ფერარის პილოტი მხოლოდ კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მაგრამ არა. ჯერ ყველაფერი წინ იყო. ლაუდა საუკეთესო მრბოლელის ტიტულისთვის იბრძოდა და დანებებასაც არ აპირებდა. მან წარმატებას მიაღწია მაშინ, როდესაც ყველა მათ შორის ოჯახიც კი დაუპირისპირდა. თავის ოცნებებს არც სიკვდილს დაუთმობდა. ლაუდას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ყველაფერში თავისი გაეტანა. ასეც მოხდა. ჩემპიონი ავარიიდან სულ რაღაც 39 დღეში სარბოლო ტრასაზე დაბრუნდა. ეს კი ერთი რომ სიგიჟეა და ალბათ სამედიცინო თვალსაზრისითაც მიუღებელია. მაგრამ როდის იყო რომ ლაუდა ვინმეს რამეს უჯერებდა, ნიკის ახლა მხოლოდ საავადმყოფოში ყოფნის დროს გამოტოვებული 2 რბოლა ადარდებდა. დარდის სერიოზული მიზეზიც ჰქონდა. სეზონი დამთავრდა და 1976 წლის ფორმულა 1-ის ჩემპიონატის მოსაგებად მას მხოლოდ 1 ქულა დააკლდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ის იაპონიის გრან-პრის ცუდი ამინდის გამო გამოეთიშა. როდესაც გუნდის მენეჯერმა უთხრა, რომ წარუმატებლობა ტექნიკური ხარვეზისთვის მიეწერათ, ნიკიმ შვიდად უპასუხა: ჩემი სიცოცხლე უფრო მეტი ღირს ვიდრე ტიტული. ლაუდასთვის მხოლოდ რბოლების მოგება საკმარისი არ იყო. ნიკი უნდა დარწმუნებულიყო, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდებოდა. ასე იქცა ჩემპიონი ფორმულა 1-ში უსაფრთხოების ღია დამცველად. 1977 წლის ინტერვიუში ნიკი კრიტიკასაც არ მოერიდა და შემდეგი რამ განაცხადა: გრან-პრის ტრასების ნაწილი, რომელზეც ჩვენ მონაწილეობას გვთხოვენ, უსაფრთხოების საბაზისო მოთხოვნებსაც არ აკმაყოფილებს. ნიკი ითხოვდა, რომ ორგანიზატორების გარდა სხვებსაც ქონოდათ უფლება რბოლის გაუქმება მოეთხოვათ. მაღალი რისკები ყოველთვის იყო, არის და იქნება რბოლის ნაწილი. ეს სწორედ ის ფაქტორი იყო, რაც მას იზიდავდა, მაგრამ უსაფრთხოების გაზრდა მაინც საჭირო იყო. რომ არა საზარელი ავარია, ნიკი ძალიან მარტივად 1976 წლის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლებოდა. მაგრამ ახლა მთელი ძალით მომდევნო სეზონზე გადაერთო. ჩემპიონთა თასიც მიიღო. ფერარის 312-ით უბრალოდ იდეალური იყო, რაც ლაუდას საქმეს უმარტივებდა. ეს კი გამოცდილ მრბოლელს არ აკმაყოფილებდა. ამიტომაც ნიკიმ ფერარი დატოვა და ბრაბამში გადაინაცვლა. თუმცა აქ ლაუდამ მხოლოდ 2 სეზონი დაჰყო და 1979 წელს ვარჯიშის დროს მოულოდნელად კარიერის დასრულება გადაწყვიტა. როგორც თქვა, წრეებზე მანქანის დებილურად მართვა მოხმესრდა. კომპიუტერი ზუსტად ისე წავიდა, როგორც შეეფერებოდა. ზედმეტი ემოციების გარეშე. ცოტა ირონიულადაც კი. მაგრამ ჩვენ ხომ ნიკი ლაუდაზე ვსაუბრობთ. ბავშვზე, რომელსაც რბოლის გარეშე ცხოვრება არ წარმოედგინა. 1982 წელს ლაუდამ მაკლარენს შეუერთდა და მასთან ერთად 1984-ში მესამე ტიტულიც მოიგო. მომდევნო სეზონი ერთგვარი კრახი აღმოჩნდა. ამიტომ ნიკიმ თავისი ჩაფხუტი სამუდამოდ ჩამოკიდა და საკუთარი ავიაკომპანიის ლაუდა ეარის ხელმძღვანელობა შეითავსა. თუმცა თუ ფიქრობთ, რომ მას შემდეგ ლაუდა ფორმულა 1-დან სამუდამოდ წავიდა, ცდებით. ის 1993 წელს ფერარის მენეჯერულ პოზიციაზე დაბრუნდა და ამ დროს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მომდევნო სეზონი მას ნაცნობ წარსულში დააბრუნებდა.
1994 წლის სან მარინოს გრან-პრიზე ფორმულა 1-ის ბრაზილიელი ლეგენდა აირტონ სენა ტრაგიკულად დაიღუპა. თუ არ იცით, გეტყვით, რომ ავსტრიელი და ბრაზილიელი პილოტები კარგი მეგობრები იყვნენ. მათ ერთი სახალისო და შთამაგონებელი ისტორიაც კი აქვთ, რომლის შესახებაც ლაუდამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. ერთხელ შუა გზაზე ძალიან ნელა მიდიოდა. არც სარკეებში იყურებოდა, არაფერი. ამან დრო გამიფუჭა. მოგვიანებით პიტში ვიპოვე და უთხარი, რატომ არ იყურები სარკეებში? ან რატომ არ ხარ კოოპერატიული პილოტებთან? შემომხედა და ეს ჟესტი გააკეთა. კარგი, არაა პრობლემა. კვალიფიკაციის სესიაზე პოლ პოზიცია მოვიპოვე და გზაზე ჩემთვის წყნარად მივდიოდი. სენას ველოდებოდი. მალე აირტონი გამოჩნდა სარკეში, გიჟივით მოდიოდა. მე კი ავდექი და ბოლომდე დავამუხრუჭე. მერე კი ნელა დავძარი. შედეგად მასაც დრო გაუფუჭდა. პიჩი ასევე გიჟივით შემოვარდა. მე კი აი ამ ჟესტით დავხვდი. ამის შემდეგ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიღალიბდა. ყველაფერი მიიღო, რაზეც ვესაუბრე და პრობლემა აღარასდროს მქონია. სენას ავარიის საფასუხოდ ნიკიმ და სხვა გავლენიანმა ფიგურებმა ფორმულა 1-ის დიდი ხნის დავიწყებული მრბოლელთა პროფკავშირი აღადგინეს. უსაფრთხოებისთვის აქტიური ბრძოლაც განახლდა. მათი ძალისხმევით ჩემპიონატში ავარიების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდა. ეს ნიკი ლაუდას ისტორია გახლდათ. ნიკი ფორმულა 1-ის დიდების დარბაზში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი მრბოლელი და რეფორმატორი. ადამიანი, რომელიც სხვების სიცოცხლის უპირობო დამცველადაც იქცა. მის უკანასკნელ დღეებზე შეგნებულად არ ვისაუბრებთ, რადგან მან არა მხოლოდ სიკვდილზე გაიმარჯვა, არამედ ხელშეუხებელი მემკვიდრეობა და სახელი დატოვა.